comes a time when we heed a certain call, when the world must come together as one. There are people dying. Oh, when it's time to lend a hand to life. ტერმინი, რომელიც აღნიშნავს განსხვავებული სოფლახმის ცხოვრების წესის ქცევისა და ჩვეულებრივი სატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განუშველობას, არც განსხვავებული ხედველობის ან ცხოვრების წესის მიღებას. ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას. ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის ზოგადი უფლების მიცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას. ეს ჩვენი დედამიწა პლანეტა ცისფერი, სუფთან და ლამაზი, სადაც ცხოვრობთ და გვიხარეთ. აქ ცხოვრობენ განსხვავებული რასისა და კანის ფერის ადამიანები, თუმცა ყველას ადამიანს მოფლისა. 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც საკუთარი კულტურა, ადათ-წესები და რელიგიური მრწამსი აქვთ. ჩვენ უნდა პატივივცეთ არა მარტო ჩვენს კულტურას, არამედ სხვა ეროვნების ადამიანთა კულტურასა და ადათ-წესებს. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტები და უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი მსოფლიოს გარშემო. ტოლერანტობა არ არის მხოლოდ განურჩევლობა ან სხვა ერის შეყვარება. ის არის ადამიანისთვის უფლების მიცემა, იცხოვროს იმ მსოფლ მხედველობით, რომელიც მას აქვს ან სურს. ტოლერანტი ადამიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როდესაც მას განსხვავებულობის ან რაღაც აფრის მიღების უნარი და ამავდროულად სურვილი აქვს. თუმცა ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურდეს ყოველივე და ვერც ტოლერანტებს ვუწოდებთ მას. ნათქვამია მოექეცი სხვას ისე, როგორც მინდა რომ შენ მოგექცნენ. ეს სახარებისეული სიტყვები ბიბლიიდან მნიშვნელოვნად უკავშირდება ადამიანის იმ ქმედებებს, რომლითაც იგი სიყვარულს, ლოიალობას და ტოლერანტობას გამოხატავს. ჩემს გარშემო ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანები ვერ ან არ გამოხატავენ ტოლერანტობას სხვა მსოფლ მხედველობის მქონე ადამიანთა მიმართ. ისინი პირიქით ქსენოფობიურად არიან განწყობილი. მაგალითად, ჩვენს რაიონში ბევრი სომეხი ცხოვრობს და მათ საკუთარი კულტურა და ტრადიციები აქვთ. ჩემი აზრით, ყველა ადამიანს თანაბრად აქვს უფლება იცხოვროს იმ კულტურის და მრწამსის ერთგულად, რომელიც მას წინაპრებისაგან ერგო. მინდა გავიხსენო ერთი საინტერესო მაგალითი, რომელიც ამ ზაფხულს მასწავლების რჩევით წავიკითხე. ეს არის ვაჟა-ფშაველა საუნდა ქეთელაური, რომელშიც ტოლერანტობის არაჩვეულებრივი მაგალითია წარმოჩენილი. ნაწარმოებში მთავარი პერსონაჟი ალუდა ბრძოლაში დაამარცხებს მუცას, მაგრამ რადგან მასში არსებობს ტოლერანტული მიდგომა, მას მარჯვენას არ მოაჭრის და ყველა წესის დაცვით და პატივისცემით დაკრძალავს. ეს ძლიერი მაგალითიც გათხოვს, რომ ტოლერანტობა ადამიანში უმნიშვნელოვანესი მხარეა. ხაზგასასმელია, რომ ჩვენ ასე თუ ისე მაინც ტოლერანტები ვართ. მაგალითად, თბილისში ერთ ტერიტორიაზე შესაძლოა შეგვიხვდეს სხვადასხვა რელიგიური ნაგებობა და ამავდროულად აქ მომდაცველი ხალხი, რომელსაც დიდი პატივით ვექრობთ. ტოლერანტული დამოკიდებულება მხოლოდ რელიგიის, კულტურის და ადათ-წესების პატივსაცემაში არ უნდა გამოიხადებოდეს. ადამიანმა პატივი უნდა სცეს სხვა ადამიანის ქცევებს და რაც მთავარია აზრს. მე მიმაჩნია, რომ ადამიანის ზნეობრივი განვითარება მეტწილად დამოუკიდებელია ასაკდაზე. რადგან თუ პიროვნება სწორად არის ასაძილი, მას შეცოდინება, როგორ უნდა მოიქცეს სხვადასხვა შეხედულებებისა, რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანს. თანამედროვე ქართველი საზოგადო მოღვაწე ბატონი შალვა ღვინაშვილი სწორედ ამ სიტყვებს ამბობს. იქ, სადაც იწყება აგრესია, მთავრდება აღზრდა და ადამიანობა. არასწორად აღზრდილი ადამიანი ვერასდროს გაიაზრებს ტოლერანტობის მნიშვნელობას. ძალიან დიდი მაგალითია პოემის „თუმარ მასკუნძელი“. ზნეობრივად სწორად აღზრდი მაჯողულა, რომელიც ეროვნებით ქისტი იყო, ყველანაირი აგრესიის გარეშე მიიღო ხევსურეთის მდიდრი ზვიადმევრე, რომელიც ბრძოლის დროს მოკლა ჯողოლას სიმა. და ეს ძალიან დიდი მაგალითია, რომ ადრე დროიდან ადამიანთა დიდი ნაწილი სწორად ფიქრობდა და მათგან განსხვავებული პიროვნებასაც მათთანასწორად მიიჩნევდა. ახლა მოკლედ მინდა თანამედროვეობასაც გავუსვა ხაზი. ძალიან მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყანა, როგორც ისტორიით და კულტურით, ასევე ხალხთან. ბევრი განსხვავებული ეროვნების ადამიანის შეხვედრით, რომელსაც განსხვავებულ სოფლმხედველობა, რელიგია, კულტურა ან თუნდაც კანის ფერი აქვს.
მათაც ისევე კი შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში და თავისუფლად ცხოვრება, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს. და ეს ფაქტი ძალიან მახარებს, რადგან ქართველი ერი კარგი მასპინძლობითა და დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. სწორედ ეს გვაძლევს ძალას ვიყოთ ტოლერანტები და პატივისცემთ განსხვავებულ ადამიანს ჩვენს გარშემო. იყავი ტოლერანტი, ანუ შემწყნარებელი. ანუ როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, შეიწყალე რომ შეგიწყალო. ტოლერანტობის გარეშე ვერ იარსებებს საზოგადოება და შესაბამისად ვერც სახელმწიფო ვერ იარსებებს. საქართველოსაც ტოლერანტობა უხსოვარი დროიდან მოხდებს. მაგალითად, ავიღოთ პოემა, რომელმაც მთელ მსოფლიოში გავხადა ცნობილები. ვეფხისტყაოსანში შოთა ასეთ ფრაზას წერს: ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვავია. ესე იგი, ქართველებს სრული ტოლერანტობა მე-12 და მე-13 საუკუნეებში უკვე ჰქონდათ გაგონილი. ამ დროს ევროპაში ჯერ კიდევ მონება იყო და მეფედაც ქალი არასდროს ყოლია. რუსეთში ხომ საერთოდ ტოლერანტობა არც კი ჰქონდათ გაგონილი. ამერიკის შეერთებული შტატები ხომ საერთოდ არ არსებობდა და იმ ადგილას, სადაც დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატები არსებობს, ველური ტომები სახლობდნენ, რომლებსაც მარტო ერთი კანონი ჰქონდათ: შეჭამე, თორე შეგჭამე. იყავი ტოლერანტი, გააგრძელე ტრადიცია. არამოწინების, ძირითადად ვრითა წყალობა შენამწნი მოგეწინების. მიეც გლახაკთა, საჩურჩლე, ათავისუფლე მონები. ხდება უტოპიაც, ყოფთა სწორად სწავლობასა, ვითა თოვდა მოათოვდეს, ობოლ ქვრივნი დაამდიდეს, დაგლახაკნი არ ითხოვდეს, ავთა მქნელთა დააშინეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, შიგან მართა საბრძანისთა, თხადამგელი ერთად სწოვდეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია. ადამიანის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი, ქმნილება ყველა ერთი არის წინაშე ღმერთის, დაეკარგება უსათუოდ სიმშვიდე ყველას, თუკისაც რომ გაიმეტა იმათგან ერთი. საადი შირაზელი. ეს ლექსი ამოკვეთილია ნიუ-იორკში, გაეროს ორგანიზაციის შესასვლელში. წუთის სოფელი რა არის, აგორებული ქვა არის, რაწამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არის. საცა სოფელში მიხვიდე, სულ ყველგან ორი გზა არის, შუაში არის ხმელეთი და შემოდი ზღვარი. ყველა ადამის შვილი ვარ, თათარი ჩვენი ძმა არის. თუ ქალი გეტყვის დობასაა, ის უკეთესი და არის, აგრეთი კონდეს ბუნება. ვით მოწმინდილიც არის, თუ არ იწამებ ამასა, მუსლით ნაშობი რა არის. ესე სტავემოსო, გვირობის გამოსდას ვაპაროთ. მაშინ როცა უმცირესობაში ვარ, ტოლერანტების გამოსდას კი მრავლესობაში ყოფნის დროს. As they lean in red,
ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მთავარი დღესასწაულებია. იესო ქრისტეს შობა. 25 დეკემბერს აღინიშნავენ კათოლიკე პროტესტანტული ეკლესიები. 6 იანვარს სამხრეთა სამოზქული ეკლესია და 7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესია. აღდგომა საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესასწაულია. აღინიშნის დროს მოძრავია. ნოვრუზ ბარიანი, სპარსული ახალ დღე, ახალ წელი. აღნიშნება 21 მარტს, გაზაფხულის ბრუნავების დღეს. ასოცირდება განახლებასთან, სიცოცხლის დაწყებასთან. ზოგ ქვეყანაში კი ახალწლად მიიჩნევა. ნოვრუზი საქართველოში უმთავრესად აზერბაიჯანელთა სახალხო დღესასწაულია. რამადანი და ყურბან ბაირამი, ისლამური რელიგიის ორი მთავარი დღესასწაული. რამადანი დიდი მართვის დასასრულია და ყოველ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნება. როშ ჰაშანა ებრაული ახალი წელია. იომ კიპური, მონანიების დღე, იუდური რელიგიის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. სურბ სარგისი, წმინდა სარგისი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის დღესასწაული და აიდა ეზიდი, ეზიდთა მთავარი დღესასწაული. აღინიშნება დეკემბრის პირველ პარასკევს და აღინიშნავს სამყაროს დაბადებას. ეს არის ჩვენი მრავალფეროვანი საქართველო. Solonaki da abana tubani vesisa karis kusemi Zazeki sherize zafironis ze Shushavandevi ezo dukani zurga duduki kei konsubani Mama David zatzina zurmuhtis ze Babcha da bagida lavari es kuruksavi Uvere veli uzmodavi sustagi ames შენი ფეროდა აქცაიათ ნოვა შენ ალანეს გეთხოვდა და ეთიმის შენ გიმღეროდა შენ სოლონაკი და აბანა თუბანი ვესტისა კარვის ქუჩები დადები შერიზე საფირონის მზე შუშაბანდები ეზოლა დუქანი ზურნა დუდუკი ქეი ფოფსულანი მამა დავისეს ვინა სურმუქის მზე ბახშა და ბაღი და აბლაბარი ეს კურუმსაღი Uberebeli uzumodami sustagiyame Suzafirosmani shenik meroda Aksayat hova shen alavetz getgoda da etin Puneso shenik meroda Sinagoga da lavra meçeti ver gamovachiye ambushi verseti Visasqadeba da davkşenita Seidabani ver axarmuki vakeda naftuki Aksivaruli gelaf bilisiswa Bahçe da bagida Lavari es kurumsari Uberebeli uzumodagi Sustagi amet Suzafir Osmani Shenik perovda Aksayat nova shen alaras gethovda da etin Puneso shenik perovda Bahçe da bagida Lavari es kurumsari Uberebeli uzumodagi Sustagi amet Pirosmani, shenik perovda, aksayat nova shen alaras getkhova da etin shenik perovda სხვადასხვა ერების მიმართ, როგორიცაა ჰოლოკოსტი, ნაცისტური გერმანიის და მისი მოკავშირეების მიერ დაახლოებით 6 მილიონი ებრაელის სისტემატური დევნას და დანადგურება, ნაცისტური პარტია წეროდა, რომ ებრაელები მეორე ხარისხოვანი ერია და პარტიის მიზანს წარმოადგენს სათითაო ყველა ებრაელის დევნა და განადგურება. ჰოლოკოსტის ეპოქაში ნაცისტები ასევე დევნიდნენ კომუნისტებს და სოციალისტებს კი დევნიდნენ. გენოციდი ჩვენს მეზობლად ჰოლოდომორი იყო მილიონობით ადამიანის მიზანმიმართული ამოხოცვა საბჭოთა ხელისუფლების მიერ. საბჭოთა მთავრობამ სტალინის ხელმძღვანელობით 1929 წლიდან დაიწყო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, რომელიც მიზანმიმართული იყო უკრაინელი გლეხებისთვის საკვებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე. ჰოლოდომორის მსხვერპლთა რაოდენობა 3 მილიონამდე 7 მილიონამდე მერყეობს. ჰოლოდომორი გენოციდად უკრაინამ და 15-მა სხვა სახელმწიფო აღიარა. სომხების გენოციდი 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებული მოსაბრივი ჟლეტვისა და ძალდატანებითი გადაადგილების ცერია, რომლის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხი. ოსმალეთის ხელისუფლებამ განდევნა იმპერიის ტერიტორიიდან სომხების გენოციდი მე-20 საუკუნის პირველი მასშტაბური გენოციდი იყო.
ისე გამეჯიბრე, ვინმეც გაათენებს ქვეყნის ფერებაში, მამულს კი ნუ მიყობ, ადგილს კი ნუ მიჩენ, ხარი შემაშველე ქვეყნის შენებაში. მოდი მეგობარო, ისე შემეჯიბრე, გზაში კი არა და ხნაში გამასწარი, ხოდა მეგობარო, ერთხელ ასეც წადე, ცხებლა კი არა და ლოცვა დამასწარი. ჯიბში არ ჩამიდგე, ისე გამეჯიბრე, ჩემი წილის მომკას, შენი წილის თესე, ერთხელ ზომიერი სიტყვა შემაგებე, სოფლის საშენებლად მუკლავი ამილესე. ჯიბში არ ჩამიდგე, ისე გამეჯიბრე, საქმეს კი მოითვლი, თუ რა დამასწარი. მოდი მეგობარო, ერთხელ ასეც წადე, სალამეთთისაა, ხოდა დამასწარი. ჯიბში არ ჩამიდგე, ისე გამეჯიბრე, ცოდნებს კი ნუ მითვლი, თუსაც წამასწარი. მოწყალება თესებ, მაგში შემეჯიბრე, მაგეს აცხედილი რიგი დამასწარი. მოდი მეგობარო, ისე შემეჯიბრე, ლაზვა არ დამიცხო, ცილი არ დამწამო, გული არ მომიტლა, გენი არ მიგინო, ძმენა არ მითელო, სული არ მიწამო. ჯიბში არ ჩამიდგე, ისე გამეჯიბრე, სკამთან კი არა და თოხთან მიმასწარი, თუ ვერ დამამართვებ, რად ნუ შემაჩვენებ, მოძმის ჩახუტება გულში დამასწარი. ჯიბში არ ჩამიდგე, ისე გამეჯიბრე, ენის მამულის და ღმერთის ხსენებაში, ჩემი შვილისა და შენი შვილებისთვის მხარი შემაშველი ქვეყნის შენობაში. რა თითო კაცება გვაუხერხლიანებს, ვიცი ამ ცხოვრების მე ავანჩავანი, როცა გქოს კი არა რაც გვაერთიანებს, ეს არის მთავარი. თუ ასე არ ფიქრობ, ძალიანაც ცდები, ცუდად გამსარჯე და მრუდად გაისარჯე, შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხები, ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ. შენმა მეგობრობამ სული გამინათა, გული გამიკვდა, სექრა გამიფანტა, დაბლა დაცემული, ცაში ამიდაცა, ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხადა, გაიგონა ხვილი, დაიმედი ჩამისახა, ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა, გამიფერთხილდი, ასე დამიბარა. თანასწორობა და შემწყნარებლობა. განაცხადებულობა. სიყვარული. ემილია. აღიარება. გავანფეროვნობა. ერთგულება, სიგეთე. არჩევანი. პატივისცემა, მეგობრობა. ერთხელ პატარა ბეკეკას დასხა და წყალი მოსწვდა, დინარის პირას მიადგა, ყურდილის მოფლა რომ სურდა. თურმე იმავ დროს მახლობლად, საჭირბოროდად კრავისა, დაძუნძულებდა პირღი ამგელი, მსურველი ავისა. უეცრად სუნი რომ ეცა, რადგანაც ჩიჩია უყვარდა, გამოიგონა შარები და საცოდა გრავს მივარდა. შემოუძახა. შებრიხვო, აქ როგორაც ვარ წყალსაო, რომ აღარ გასწებ კანონებს და აღარ სამართალსაო. შეგიდგამს წინა ფეხები, შიგღობ თურს უწმინდურსაო, ხალს მიმღრებ აღარად ვაგდებ, არაც გიბერდებულსაო. რა ბრძანებაა ბატონო, რას ნერჩით მე საწყალსაო, თქვენზე ვისახართ, მე თქვენი, როგორ აგიმგრებთ წყალსაო. მაშმევთხოვია, გაჩუმდი, ნუ წაგიდგე აინაო, შარშად ძინდენიც კი მახსოვს, შენგან ბრიხვული წყენაო. ჯერ ერთი წლისაც არა ვარ, შარშანზე როგორ ნახეო. მას ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ მიგიგავს სახეო. არც მან გყავს ჩემო ხელმწიფები, ყველა რა დამდებთ ბრალსაო. შენი მოგვარა რომ იყო, გადახდა უნდა ბალსაო. მომწყინდა შენი მღავილი, ხმად ჩაიკვინდე ჩქარაო. შენი ჩასბრეხა რომ ნებას, მიზეზად ისიც ხმარაო. უთხრა და ზურგზედ მოიდვა, ტყეში წაიღო საწყალი, დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასწია მართალი. ასეთ ჩვენს ვიდეო რგოლებს მეგობრების თემაზე. მეგობრობა იმ მომენტში იბადება, როცა ერთი ადამიანი მეორეს მიმართავს. რა, შენც მეგონა რომ ერთადერთი ვიყავი. კარგი მეგობარი, 4 სამღურას გავს. ნელა საპოვნელია და მისი მპოვნელი ბედნიერი, ირანული ანდაზა. უფრო სასიამოვნოა მეგობართან ერთად ნელში სიარული, ვიდრე მარტო იარო ნათელში.
იპოვე ადამიანები, რომლებიც გამოგიწევენ და შეზე შთაბეჭდილებას მოახდენენ, მათთან ერთად ბევრი დრო გაადარე და შენი ცხოვრება შეიცვლება. არა ერო, ჩემს უკან ლიდერი არ ვარ, ჩემს წინას ნუავლი, მე არ მოყვები. უბრალოდ ჩემს გვერდით აერე და იყავი მეგობარი. მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს. სიყვარულს თუ არ ჩათვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად. მეგობრობა ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებით და მხარდაჭერებთ ადამიანებს შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება. გსურს მეგობრები სწრაფად შევიძინოთ, მაგრამ მეგობრობა ნელად მწიფებადი ხილია. მეგობარი არის ის, ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება. მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება. მეგობრობა ყველაფერ ერთულად ასასვლელი რამაა მსოფლიოში. ეს რაღაც სკოლაში არ ისწავლება, მაგრამ თუ მეგობრების მნიშვნელობას არ გაიგებ, შენ მართლაც არაფერი გისწავლება. მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია, გაბდეს მეგობარი და გადარჩე. ნელა დაუმეგობრდი, მაგრამ როცა უკვე გახდები მეგობარი, იყავი მღარი მუდმივ. მოიქეცი სხვას ისე, როგორც გინდა მოიქეცნენ შენ. ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყველანი უნდა ვცემდნენ პატივს ერთმანეთს. პატივი უნდა ვცემთ სხვას რელიგიის, რასის თუ ეროვნების წარმომადგენლებს. ძვირფასო ადამიანები, დაიმახსოვრეთ. არავინაა წარუმატებელი, ვისაც მეგობარი გყავს.